საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად კვლავინდებურად საქართველოს მოქალაქეები ქმნიან. თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელების მიერ საქართველოს უძრავი ქონების მიმართ ინტერესი. თუ გალდან-დაკარტის კვლევას მოვიშველიებთ, მიმდინარე წლის 5 თვეში მხოლოდ დედაქალაქში 3179 ბინა გაიყიდა, რომლის 23% უცხოელებმა იყიდეს. მათგან ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი 11% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. წინა წლის მსგავსად ბინების 2% რუსეთის, 10% კი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს. დაახლოებით 60-70% ყოველწლიურად იყიდება სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. მაშინ როცა თბილისში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის მოთხოვნას და 85-90% გაყიდვებისა სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. საინვესტიციო ბანკის ასოცირებული მკვლევარი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თბილისისგან განსხვავებით უცხოელების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმართ არსებობს. ბოლო წლებში საკმაოდ დივერსიფიცირებულად სხვადასხვა ქვეყნებიდან ყიდულობდნენ ბინებს. ყველაზე დიდი წილი ეჭირა რუსეთის მოქალაქეებს, მას უკვე მოჰყვებოდა ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვადასხვა დასავლური ქვეყნებიც ბოლო წლებში გააქტიურდა. შესაბამისად, აქ საკმაოდ დიდი რაოდენობა ქვეყნების, ასევე არაბეთის ყურიდან გააქტიურდა ბოლო წლებში და საკმაოდ მიმზიდველი გახდა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში. აქ ორი მთავარი მიზეზია. ეს არის პირველი ის, რომ უძრავი ქონება იაფი ღირს და თვითონ საშუალო ღირებულება თითო ბინის არის დაბალი, ხოლო მეორე მხრივ ამონაგები არის საკმაოდ მაღალი და თუ შევედრებით სხვადასხვა საზღვაო კურორტებს, რომლებიც ასევე საინვესტიციოდ განიხილება, ბათუმის ბაზარი, სადაც ამონაგები 8%-ზე მაღალი არის, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია ისრაელიდან გაზრდილ ინტერესს რეგიონში არსებულ კონფლიქტს და კაპიტალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანით ხსნის. როგორც ნატო ბოჭორიშვილი აცხადებს, ისინი უფრო მეტად საინვესტიციო ქონებების შეძენით არიან დაინტერესებული და ძირითადად დეველოპერებთან თანამშრომლობენ. ისრაელისთან გვაქვს საკმაოდ ბევრი ზარი და ასე ვთქვათ საბროკერო კომპანიების მხრიდან კავშირები, რომლებიც ცდილობენ მოიძიონ უძრავი ქონება. საინტერესო არის ის, რომ თუ ჩვენ შევადარებთ მაგალითად სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ ხოლმე ძირითადად უძრავი ქონება შეიძინონ მაინც უფრო დასრულებულ ნაკლებად რისკიან პროექტებში, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან ძირითადად დეველოპერებთან თანამშრომლობა არის გამოხატული. მათთვის საინტერესო არის ის უძრავი ქონება, რომელსაც პოტენციალი აქვს ფასის კუთხით გაიზარდოს. ძირითადად ეს არის საინვესტიციო ქონებები, ანუ უფრო პატარა ქონებები და არა, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი დიდი სახლები ან მრავალსაძინებლიანი ბინები და ვთვლი, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება ივლისის და აგვისტოს თვეშიც. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მხრიდანაც წინა წლებში გაცილებით უფრო მეტად იყო გამოხატული ინტერესი, ტენდენცია ამ მხრივ შეცვლილია და ისინი არათუ ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში, პირიქით ყიდიან. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი დაკლებულია, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან კი საგრძნობლად გაზრდილი. წინა წლებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ჩანს მზარდი ინტერესი, თუმცა არა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, არამედ ისრაელის მოქალაქეების მხრიდან, იმიტომ რომ წინა წლის რიცხვებს თუ შევადარებთ წლევანდელ რიცხვებს, ცალსახაა რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის ნაწილში, თუმცა ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. DSTS-სა და ახლო აღმოსავლეთის, ასევე გალფის ქვეყნების მოქალაქეების განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობა ბათუმში. კომპანია რეინვესტის დამფუძნებელი აცხადებს, რომ შავი ზღვისპირეთში უძრავი ქონება ძირითადად საინვესტიციო დანიშნულებით იყიდება. ამ ბაზარზე ძირითადად დომინირებს ისეთი ბაზრები, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს და მის გეოლოკაციას, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასეთი ქვეყნები არიან, რა თქმა უნდა, ის DSTS ქვეყნები. ახლო აღმოსავლეთიდან არის, ასე ვთქვათ, ყოველთვის გაზრდილი ინტერესი, ეს შეეხება როგორც გალფის ქვეყნებს, ასევე ამ ქვეყნებიდან გამოსაყოფი არის ისრაელი, საუდის არაბეთი, განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან საინვესტიციო აპარტამენტებით, მიწის ნაკვეთებით, საუდის არაბეთი განსაკუთრებით, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებზეა საუბარი, რომელიც სამშენებლო მიზნებისთვის გამოიყენება ძირითადად და ასევე იორდანია და რამოდენიმე ქვეყანა კიდე, რომელიც შედარებით უკეთ იცნობს ქვეყანას და მოსწონს ამ ქვეყნის განვითარება და მომავალი პოტენციალიც.
გალტენდაკარტის მონაცემებით გასულ წელს ბათუმის უძრავი ქონების გაყიდვებში ისრაელის მოქალაქეების წილი 10%-ს, რუსების კი 18%-ს შეადგენდა. თბილისის შემთხვევაში წელს 5 თვის მონაცემებით ისრაელის მოქალაქეებზე ტრანზაქციების 11% მოდის. რუსეთის მოქალაქეების წილი კი ჯამურ გაყიდვებში გასული წლის მსგავსად უმნიშვნელო, მხოლოდ 2%-ია.